რა იყო? რას მისჩერები ხარ იმ კარსა? გამოვა შენი უფლის წული. უმაგისოდ ხელში არ გადაგდის არაა საჭმელი. როგორ არ გადამდის, მაგრამ გამოვა და დაიწყებს ჭიჭღინს, ხო იცი, დამლოდებოდითო და არა მაქვს მაგის თავი შეინჭირი. მერე იჯიჯღინოს და იყოს. მაგას თუ ჭუბი უნდა, ჭიჭღინსა ყოველთვის მოასწრებს ეგა. ეგ ვიცი, მაგრამ მინდა და ველოდები. აი რა გინდა შენ? ეხლა მაგაზე მეჭხუბი აბა ერთი. მე ამას ჭუბს ეძახი შვილო. ჭუბი ის არის აი შენი ქმარი რომ გამოვა ხოლმე დილა ადრიანათა და კარბუქს რო დააყენებს ხოლმე აქა. ეს კი. დილამშვიდობის აძირფასებო. არ დაგიწყიათ საუზმე. დიდი მადლობა რომ დამელოდეთ და რა თქმა უნდა ბოდიშს ვიხდი. მე არ გელოდებოდი. არა უშავს რა პრობლემაა დედიკო. ძალიან მიყვარს თოხლო კვერცხი. ეს ჩვენი ქათმებით ისეთ გემრიელებს დებენ. შინაური ქათამი სულ სხვა. შეიძლება მარილი რომ მომიტანოთ გეთაყვა. იცით დედიკო, მესმის რომ ჯანმრთელობისთვის მავნია მორილი. მაგრამ რა ვქნა, კვერცხს ძალიან უხდება. მეტი მომივიდა. მარო, შვილო, წნევა გამისრომე. ულვაშ ჭეხო არ მიმეცხო რაიმე? არა. კარგით. მადლობა საუზმისთვის. მე უნდა გავიდე დედიკო. და ოდნავ მოგვიანებით დავბრუნდები, პატარა საქმეები მაქვს. ჩემი დედი. მიხო, ხო დაიბრუნდები. მაზაიტავა, შეგანო შენა. აი მო კარგი. წნევა გაგიზო? არა, აღარ მინდა. უკვე კარგაჩაო. მამეშვა. მეგიშვა. დილამშვიდობის ძვირფასო როგორ ხარ? საუზმეც გაგიმზადებია უკვე ოჩა. მირთვი რა გეხვეწები ძალიან გემრიელი ყველი ჩანს. რა ჩანს ბიჭო? გემრიელი? არ არის ეგრე? ოლა. ძროხა ჩვენ არ გამოგვიცვლია. ყველი როგორც ამამყავდა ისევ ეგრე ამამყავს და ეხლა დააფასე მაგის გემო. უბრალოდ აღნიშნე, მინდა და დილიდან მესიამოვნებინა. ძროხის თვინა? გიჟდები შენ სიუმორზე ნალუ. ბიჭო, დიდხანს უნდა იმაიმუნო, ჰა? როდენდა უნდა იმაპარაკო ეგრე შეშობელ ძაღლო შენა? ძალიან თქო ნუ დაემსგავსები შენ ძმას რა. გეხვეწები უთხარი რა, არ შემიძლია რა. გადაპრანჭულად ლაპარაკობს, რამე ხო არ დაუცურდა ამაი თავზე, ჰა? ой, მე ვარდო, ვიცი და არ გეუბნები. შენა ბიჭო წუხელ, ეს ხუარასები და მართლა ხუარ დაუცურდა, ჰა? არა, კი მინდა და მაგითი ბერტყვა. შენ თმებით თრევაც, მაგრამ თითი არ დამიკარებია მაგითი. ხო და უნდა იცოდების გეეჯიბრო და ვის არა. ხომ აქხოდა არა ფერდებში ის კამის ფეხი. კარგი ρε, თირე. იჩუბე, რა როჟები ხართ? ვიო,
ეგრე გაპრანჭულად ნუ ელაპარაკობენ, ხო გაგაფრთხილია რა შენა. რა ბიჭო საქმე კაცო რა? საქმე საჭირდება და იმიტომ ვლაპარაკობ კაცო რა? რა საქმე საჭირდება ბიჭო, აღარ იტყვი. რა შეიძლება საქმეა? იმოდი დიდი რა დავედი მე. სადა ბიჭო, სადა? თბილისში. თბილისში რა გინდა ბიჭო? არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება. წავედი. მოგესალმებით ბატონო იმანო. იმანო თუ დაბიძი მე რაც ირკვევა, მაგრამ არ გამომდის მაინც. აქედან რო უთხრა ესე? მოგესალმებით ბატონო იმანო. არა, მაინც არ გამომდის კაცო, თან აქ მე მეგობრად ხომ არ უნდა ვილაპარაკო და ქალაქურად როგორ ვილაპარაკო კარლოში, ასე? მოგესალმებით, მაინც არ გამომდის. არ გამომდის კაცო, მე ეს პაროდიები და რა გავაკეთო ერთი მითხარი, ცხონებული ბაბუა ჩემი იყო ასე, ოტელო მანია, აბა? კაცმა უნივერსიტეტი დაამთავრა 1924-ში, ხო, 24-ში, კარგად მახსოვს, კი? ხო და ერთ გაპრენჭულ სიტყვას ვერ ათქევიებდი ამისანა განათლებულ ადამიანს. აბა? მოგელ. ხო. რა ხდება რა? შენთვისა გიждები, დავძანით გამადანვეთერი, დავძანით. რა იყო ბიჭო? შენც ხარ გაგიждდი ჩემი სიძესავით, ან როგორ გაცვიათ, ან როგორ ალაპარაკობთ ქალაქურად, კი, მინდა, მაგრამ არ გამომდის გაროჩა. არ გამომდის და მომკალით თუ გინდა? აბა? არც არის საჭირო. უნდა იყო ის, რაც ახარ. ხო, კი. რად გინდათ, რა მოხდა, აბა რა ხდება? მიგითხრა მაინც? მე რატო უნდა გითხრა? ეგ პატარა ჩვენი საიდუმლოა, აბა? ხო და თან ახლა ბატონ მიხოს თუ არა აქ რა თქვა, მე რატო გითხრა კაცო? მე ის კი არ ვარ, რა ქვია, ენატანია კაცები რო არიან, ენატანია კაცები, აბა? რაღაცა დღეს ძალიან კაი ხასიათზე ხარ. კი, კაი ხასიათზე ვიქნები, აბა? ხო, თან იმისანა კაი საქმე გამიკეთე კაცო, ეს მევალეები სულ გაგიბრუნებია ფულები და ჩაგდეული მქონდა სულ ხელი ამაზე. მე თქვი არ მომიტანენ თქო, მაგრამ თქვენი მალადეც ხალბატონოეთე. მაგრამ სამაგიეროდ თქვენი პატივისცემა არ დაიკარგება ხალბატონოეთერი. არ დაგიკარგავთ მე თქვენ მაგ პატივისცემას. მაცადე. ჩასტი მინუტ. ხალბატონოეთერი. სამაგიეროდ თქვენ დაგიფასდათ ჩემი პატივისცემა, აბა? მე თქვენ ახლა ამღელა პატივი რომ მეცით უპატივცემლოთ ხომ არ გაგიშვებდით აქენ ახალბატონო ეთერი, ნახე? ეს რა არის? ის ბობონერია ახალბატონო ეთერი. ბობონერია და თან ამაში რა არის, იცი? ლიქიორია ჩასხმული შიგნით, იცი თქვენ ლიქიორია შიგნით, აბა? არა, ორ კვირაში უნდა ჭამოთ. თუ არა ორ კვირაში ვადაგაუა? დიდი პატივია. რასა, ახალბატონო ეთერი, თქვენ მასე რომ მელაპარაკებით? თქვენ ფიქრობთ მე ამ ბობონერით ამოვწურე თქვენი პატივისცემა? აი, ციციბური კიდე თქვენთვის. მე ვიცი რომ თქვენ ციციბურის ფაფა გიყვართ, ხო? უარი არ მითხრა ახლა გეხვეწები. უარი არ მითხრა არ გამიბედო, უარ თორე მეწყინება ნამეტანი, აბა? მაგრამ კიდე რა არის იცი, ახალბატონო ეთერი? ერთი სათხოვარი მაქვს კიდე. ახლა 1-2-3 დღით რომ მომიწიოს კიდე წასვლა დაჩები, მეცი პატივი. 1-3 დღე კიდე გამიჩერდი მაღაზიაში რა იქნება და რა გივიწყებ პატივისცემას. კონდეს ჩემი იმედი. მაგრამ ახალბატონო ეთერი. თქვენ გაიხარეთ მაინდა-მაინც. მაშინ წავალ მე და მივიქცია ყურადღება გაურობას. ძადი ხო, ძადი. ეს კიდე გადახედე შეიძლება კონდეთ კიდე ვიღაცა პატარა ვალი. ყველაფერს მივხედავ, ძადი. წავიდე. ძადი ხო. ბატა წავიდე. ძადი მეთქი ხო. აი მოგელომანია. აი როგორ უნდა პატივისცემა ბამბანერკითა, აი მაგას გაჩვენებ მე შენა. ეგ სანგალა კაცი. როგორ გასუქებული დენი როსავი დაბაჯებაჯები და ეგ დაინახე? დენი რომ დე ცოტაღა უკლია რა. ბიჭო,
ხუმრობა იქეთ იყოს და უცნაურად არ გეჩვენება აკოლა. ჩაცმითა თუ გწევითა. ორივენიცა. მეჩვენება. მე საწავიდა ეგრე გამოპარანჭული, ჰა? მე მგონი ბიჭო, ეგა მაფიოზებს სახვდება. იმე რა ვიცი, რამე შარში არ გაგვაყოფინოს თავი რა. ეგე ბინა რო ჩადო ბანკში. ეხლა მე მგონი უარესს აპირებს. ვაი, თუ გავიგე მოკლავ მაგას არა. აი სახლი მეორედ რომ ბანკში ჩადოს არა, მაგა იცერას უზამ, ჩავსავ მეტროქში და აგე თუ შედი გადასახლებთან ჩამოაგდებ როგორც წიწილები ჭამია ძაღლი. მე რა ვიცი ვარდო რა. ძალიანა კი ვნევრიანო ფრა, ძალიანა. მიხვდი ახლა რამე მაიტა დამალეინე რაღაცა კაცო. მეც არ ვიფიქრე, აიქამდე როგორ არ გაახსენდა მეთქი რა. შეც გაიკოლა ხარაჟე ლოთო შენა. უი, ცეცხლს დაგალევინებ რა. გაგიხსენო ახლა რეებ მასმედი და რომ წამლანდია ეგ ხან გაგიხსენო? თუ ავიღო ეხა პატარა ჭიგო და დევერი ეგ შენ ბადრიჯნები და თავხეთქოს ყველა, ჰა? ეგ არ დამედა ბიჭო. გიდა ახლა, ჰა? ჰა, მეთქი. ყველაზე მეტად მაგათი იმედი მაქვს. იცი რას ვიზამ? ადგები და ეხლა შეთან ერთად მეც დავლებ რა. მე არ მჭირდება განკრითვა. ეგა შეიძლება მერეთ მარაც მოლაპარაკებ მე ამდენს მიდი. ჩემი და არა ხარ? ეგე მაგრი აბა. ტუ მე ხედავ. რა მაგალითად მომიხდა? ეს რა მაგალითად? ჩემი სტილია ცერდა მეტალი ბაბოჩკა როგორ მიხდება ბაბოჩკა? მე იქაც ესე დავდიოდი მე. რა მაინტერესებს იცი? რა? ჩვენ ახლა ეგრე გამოწკებილები ავტობუსით უნდა წავიდეთ. ავტობუსით არა ვირითა. მოაგე ისა ვახო და იქნება მანქანით რავი მაგიას. სხვათა შორის რომ იცოდეთ ხომ? ავტობუსით გზავრობა ცუდტონად არ ეთრება თურქეთში, აბა? შენ რას მილაპარაკებ ბიჭო? პროფესორები არიან, ისინიც კი ავტობუსით დადიან, აბა? და ისინი კიდე დაქვია იმაზე ბოგანუებიც. მართლა მოგი? კი. მაგარია ბიჭო. დაგასწარის მე ვждები წინა. რა დამსახურებით თვითონ? ხო, დიდი ვარ. ჩემ ფეხები დაждები შენ. რომ მომეთქი გეუბნებით მანქანა დავждები წინა მე. ო, აბა ეგ ქალაქურად ვითხარი. მიდი. მოკლედ ძმებო, მანქანა რომ მოვა? ხო. წინ მევждები. ბაზარი აღარ უნდა რა. ვაკელია ისო მეძალი. ვაკელია. ნუ დამცინით კაცოვა. მაგარი თუ არის, მე სტუდენტობი მე არა ყოფილვარ თბილისშია. მართლა? ო, მაგარია მამინატრა თბილისი. მიხოძიო. მაიტა მე დამსვი რა წინა. ეგონება ვერებზე ხარ გაზიდი. სხვათა შორის როგორ არის იცი? მანქანაში უკან ადგილი უფრო პრესტიჟულია თურქეთში, აბა? ო, მაშინა მევждები უკანა. ბაგაჟნიკში. ბაგაჟნიკიო? კაია იუმორი კი. ისე სხვათა შორის თურქეთში უყვა თუ იუმორი, აბა? შენა ბიჭო რა გაგვიტრეკე საქმე, ჰა? ერთხელ იყო თურქეთში, რა გაგვიხურა საქმე? ეგრე იქაშვებიან აქა. იქო მიხოს მენაცალი ასე ვიყავი. ჰეი! აქეთ წამოდით ბიჭო, მოდი. ჰა, მოსულა ვიდი, წამო. ეს სერათა ბიჭო, ქალაქური ნაბიჯებითა. ეთო, ვაიმე, არაფერი არ ამკითხო, ნერვები მაქვს მოშლილი. რათა შვილო, ვინ გაგაბრაზა ხო? კარგი, ხალო, არაფერი არ ამკითხო, მეთქი და ორი კითხვა ზედიზედ დამისვი. ო, დედა ვარ და მაინტერესებს, კაცო. თან კიდენე მეც ნერვები მოშლილი ვარ. შენ ვინ გაგაბრაზა რო? გოგიტამ. კინოებში რო ბანდის უფროსები არიან ისედადის ჩაცმული, არ ვიცი, დედა ქალაქურათა ლაპარაკობს, არ მეუბნება სად მიდის, სად მოდის, რა მიაკ, რა მოაკ. ერთ ბედში ვყოფილვართ მე და შენ, ხო? მამა შენიც ეგრე დადის. რასამო, ვაიმე, თუ გავუგე სად დადიან. გამოპრანჭული ხუა, პირდაპირ უნდა გავაწვინო ზალაში. აი და მამა შესაც ბერდით მიუწვენ. igen, ეგრე. ეთო, ჩანთით რათა ხარ შვილო მოსული, გოგიტას ხო არა შორდები? გაშორებული არა ვარ, ბაკურას და ციალას უფრო ხშირად ავხედავ ვიდრე მაგას. კარგი კაცო, ეხლა მაქსისულელების გამო ოჯახს ხო არ დაანგრევ კაცო. იქნება რამე ისეთი საქმეა, რომ წინასწარ არ ითქმის. იქნება და სულად ციურ პრინციპს გვიმზადებენ, ჰა? აბა?
რა ვიცი, არ გავშორდები ჯერ, მაგრამ აბა ეხლა უპატრონო ქრივივით ხო არ ვეგდები იქ ბაკურასთან და ციალასთან და ეს 3 დღე აქ უნდა ვიყო. ვაი, ჩენ გენაცვალოი დედა გო. ჩენ გენაცვალოი დედა. დედი, ემბიჯო. ყველიან მაკარონს რო აკეთებ ხოლმე ის მინდა. გაგიგეთებ გო, მაგაზე გახვეწრინებ, რო გიყვარდა ბალღობაში. იტალია მაგით არავირჩია ესასწავლებლად, მაგეებს აკეთებენ კარგად. რას ეძახიანი გენი მაგიმას? ყველიან მაკარონს? სპაგეტი 4 ფორმაჯი. მე ხიდე ესეთ მაგას რას არ ვაიგონებ? ეხლავე დედა, ეხლავე. რა მოგივიდა შვილო? მიხოძიაო. ასკაზნულსა. ასკაზნულსა კი არა ადეთ ქიმწყირში. თანასოფლელებო ჩემო მშობლიურო ხალხო მოგმართავთ მე ეთერ ყარაბუღაშვილი გოგიასი ვიცი რომ ბევრს არ გიყვარვართ ბევრსაც გეშინიათ ჩემი მაგრამ მე თქვენ სამაგიეროდ ძალიან მიყვარხართ მე სამართლიანი ქალი ვარ და ვერ ვიტან ცხოვრებაში ორ რამესა ტყუილსა და ნისიებსა ამიტომ იყო რომ ნისიების ამოღების დროს ერთ დღეში ჩაკყარეთ თქვე უბედურებო მე მინდოდა დამენგრია სტერეოტიპი ნისია სხვისია აი ახლა გეცოდინებათ რომ ნისია არის პატრონისა ხო და პატრონს დაუბრუნდა კიდეცა ის ვალები ხო და იმის დასამტკიცებლად რომ მე თქვენ ძალიან მიყვარხართ ამიტომ მაღაზია შამო აცხადებს ფასდაკლებას 80%-იანს ხოლო ყოველი მესამე 50 ლარის საჩუქარს მიიღებს პროდუქციის სახით ხოლო ისინი ვინც ძალიან შემომელანძღეთ ფიზიკურად შეგეხეთ ან ლეკვივით წაგიგდეთ ისინიც მიიღებთ ჩემგან საჩუქრებსა პროდუქციის სახით რა თქმა უნდა ასე რომ გელოდებათ მაღაზია შამო მობრძანდით გელოდებით აქცია დღის ბოლომდეა აი ესეც აეგრე მოგელ აი როგორ უნდა ბამბანერკით პატივისცემის გადახდა აი ხლა ვნახოთ არა დედამა მაინც კარგი ბალღობა გქონდა რა აბა ბიჭო გადაძაღლივით ვიყავით მაგრამ მაინც კარგი იყო რა მეტი გასართობი არაფერი არ გქონდა და მარა გვექნა ჰა კუბიკრუბიკი ჩვენ არ გქონდა და ინარც კიდე ქვები აკლდა რითი გვეთამაშა აი ქვები იცი საწავიდა შენდა მაღალი ორამასა გადააყლაპა მამამ დააბრალა შენაო მეო მატყუებო რაღაცეებსაო და მპარამო ქვეებსო მე მაგარი მამა ყავდა რა კაი კაცი იყო იგრე სულ შენაა გავდიხო იცი სკოლაზე თუ ბიჭებთან თამაშობდი ვერაფრით ვერ წამოიდგენდი შენ თუ გათხოვდებოდი რა რა ვიცი მე ცოცხვარბო ვიყვანდი შობელძაღლო შენ და შენ სავითა ჰა ორ თითა ტრისტანას გოგო რომ მოგწონდა გახსოვს ნუ არა აი ის თუ გახსოვს წყაროზე რომ ცემე ტოჩითა ეგ თუ გახსოვს მოგწონს აი ხლა ძალიანაკი წყდება გული
რა კაიტო ჩაიყო ბიჭო, რა გავაფუჭე. წვანე ფერის. დიდი ძაღლაღანა ვინმე ხარ, დიდი ძაღლაღანა რა. სკოლაში ერთბიცა რო მოვწონდი, გახსოვს? მაგარად დამოვიწყებ. მთელ სკოლაში სულ ერთ ბიჭ მოწონდი, ეგ იყო და ეგ როგორ უნდა მივიწყებოდა, კაცო? შეშობელძაღლო შენა, მერე თუ იცოდი რომ ერთ ბიჭს მოვწონდე, აი ეგ რაც გალახე, ჰა? კარგი, ხო, კარგი, გაწყენე, ჰა? მაგისე ნაცვლა და კოლა რომ გაგელახა არ ჯობდა? რა სკოლია ნაცემი მყავ მე, უიმე. უინე ახლა გაგიგდებ, გინდა? არა, კაცო. გავაგდო? არა, გეხუმრე. არდო. ყველას გარეში არ შამილია. აი, ყველა რო არ ამყავდეს არა, მაშინა ვის დავწყევლიდი, ჰა? ან რაღაცებსა ვის გადავაბრალებდი? მაშინ რა ვქნა დეცი? ხედამ ამოშრა, აღარ არის. მიდი მეორე ძმაიტა, შენ გახარება. აჰა, იგი, მიდი. ისე რატო მოგრეყლურდა, მაგრამ მე გეთქვა კაც რა ვიცი. აბა ჩვენი ბალღოვისა იყო. ბიჭო, აი ქიდან უბერავს. უბერავს არა იგი. რა არის დასხედითო. ბიჭო, სადარი კაცო ის ბოსიათული კაც, ჰა? რებს ბაზრო ბიჭო, ისმინება ყველაფერი. რასა უღაცო მათლა? მისმეთ? ამის დასტოინათ უნდა მოიქცეთ ახლა. არ შემარცხვინოთ და ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, როგორც საჭიროა, გასაგებია. შტაბეშტილება უნდა მოახდინოთ ბოსზე. შენა ერთი მიხარდა. შენა ბიჭო, რა იქნს, რა გაქსივე ეგა თავი გაწო. ხო. ექსით წერტყო. შენა ახლა ბევრ რაღაცეებს სამთხოვს წამამცდება ჩემი ამბავი ხო ვიცი. მიხოძიაო. ხო. იგე შარვალი გემეხა. იპიდი კაცო ეს საქმე გამოიდეს და შენ კი მიყიდი, მაგრამ ნოდარას რა უთხრა? ვინ ოდარა შეჩემის? ვინც მათხოვა რა შარვალი. გიში ეუენცაბალეცა. ისე მაგრა კი მამშივდა ნერვიულობაზე ხო იცი. ვიზახტი მე გავაჩინოთ მეთქი იმაში ბალიაურს მაგრამ მომისვინეთ? რა დროს ბადიაურია, ეხლა მე შევალ და წამში თქვენ შემოდით, გაიგე? ნუ ვიდი, ჰა. რა ტრებით იცოდე? ო, კაცო. როგორი იყო? მაგარი.
მაგრამ არა კაცო. სიძეს იმამრი ერთად ხო არ ივლიან ქალებში. ეგ კიდე უარესია თუ ქალებში არ დადიან. რითია უარესი? ესე იგი აღარ ვუყვარვართ და ეგ არის. აი მე რა სამო. ეგრე ფიქრობ შენა? რათა ფიქრობ ეგრე? იმიტომ დედა რომ დადიან დაიპრანჭებიან, ჩვენთვის არის პრანჭებიან და მე რა ვიცი აბა. კარგი რა, არა მგონია რომ ეგრე იყო. მე კიდე მგონია. ხო არ გავტესტო თქო. ჰა? როგორ აბა? როგორ მიდი იგე? დაურეკე გოგიტა და უთხარი რომ შობიარობა დამეწყო თქო. რომ მითხრას არამცალიაო და შენ დაიწყე და მოვალო. ეფსამო, მაგარი როგორ გეტყვის მედი? რომ მითხრას? მე გამოდის რომ არ აყვარები ხარ მაშინ. ვედა რა მე შინია. გეშინია და იყავი მაშინ კაცო. ნუ გაი ნერვიულობ. მე ჩემი ნერვიულობა არ მოყოფა ეხლა შენი მამე მატე კიდე. არა. ო, აბა ჩემ ზერაზე ინერვიულებ შენ. მიხო უფრო ძალიან გიყვარს ვიდრე მე. და იმე კარგი კაცო. მე მიხო საქსენია. ისე კარგი ვინ ამყავშილო. კარგი კაცო არ გეწვინოს. ხო იცი როგორი შატაბუტა ლაპარაკი ვიცი ხოლმე. მოდი უნდა ჯიგეხულტო, მოდი. მოიცა კაცო რა, მოიცა ეხლა უყურე უნდა დაურეკო მე გოგიტას. ხო მიდი არა. ხო, ეტყვირო. ხო. შობიარობა დამეწყო მეთქი და. ხო. მოდი მეთქი. მიდი არა. დაიცა. აჰა. ხო. იგე? All circuits are busy now. Please try your call. გათიშული აქ. მიხოს დაურეკე. All circuits are busy now. Please try your call again. ამასაც გათიშულია. რა უნდა ვქნათ ეხლა არ მომეცი ვიცი. ტელეფონი. მესიჯს მივწერდა და როცა ნახავს. ხო. დაიცა. ხო, დაწერე. რო შობიარობა დამეწყო თქო. ბევრი ო დაწერე. ხო. ბევრი ორათა. ხო, ბევრი ო დაწერე რომ მიხვდეს რომ ესე იგი ძალიან აქ ტკივა. ხო, კაი. მიდი. ბოს მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პარტნიორები. ნამდვილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. სწორედ ესენი არიან, ვინც თურქეთიდან შაბიამანის შემოტანის უიაფესი გზა მოიფიქრა. გამახსენე რომელი გზა? აი, თურქეთიდან კვარს რომ უნდა გამოაყოლონ ეს პოლიეთილენის ბოთლები. მაგრამ მე ვასება რა. ვინა? რა ხალხია? აქამდე რა გაუკეთებიათ? აი, მოკლედ, აი, გაიცანით, ეს გახლავთ ბატონი მიხეილი, ამ პროექტის სულის ჩამდგმელი და მთავარი მენეჯერი. მეღვინე ის მეწარმე აი ეს გახლავთ მისი მოადგილე იურისტი გოგიტა და ეს კი ეს ბატონი გახლავთ ეს მიკრობიოლოგი და ბადრიჩნის უმსხვილესი მაგნატი აღმოსავლეთში ბატონი კონსტანტინე და აი ეს კი გახლავთ სავაჭრო ქსელის და ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლის მფლობელი ბატონი მოგელი. გასაგებია. გისმენთ. გამოცდილებამ გვიჩვენა რომ თუ ამ გზით შემოვიტანთ შაბიამას დამატებითი გადასახადის გადახდა აღარ მოგვიწევს. ეგ ერთი. და მეორე ტრანსპორტირების ხარჯები ნულია. ეგ არის და ეგ.
და იურიდიულადაც გამართლებული იქნება ის ფაქტი, რომ თუ ჩვენ ხალხს აიყვანენ ტავარის ამოღების დროს, იტყვია რომ ნაგავი დავინახეთო და უნდა ამოგვეღო რა. ეს ჩემი ნებართვის გარეშე რატო საუბრობს? აპატიეთ ბოს ეს მე და მეხმარა მე ხო არა ვარ კომპეტენტური ამათნაირი და აი ბატონ მიხელს უნდა რომ დასწინოს. მიხეილ ბატონო დასძინე. მოკლედ მე მინდა რომ დავსძინო რომ რაც შეეხება აი ამ ტვირთის პოლიეთილენში დაზიანებას რაღაცა 2%-ია ყველაფერი გათვლილი გვაქვს. გასაგებია. რატომ გახართ დაბრძანდით? დღესვე დავრეკავ და ამაღამვე გამოუშვებენ ტვირთს თქვენი მეთოდით. დახვდით, მიხედეთ, თვალე ატევნეთ. აბანახონდის მაკოს უთხარი სპირტი შემოიტანოს და სკამები შენ გაწმინდა. მაკო! მაკო! გეუბნებოდი არა ბიჭო, გეუბნებოდი გამოვამენ. მაიცა. რა გამისყოდა ბიჭო შიგნით ტელეფონი და ვერ ვიღებდი. ეთონა შობია რომ მიხოცია. მარა საწყახეთ ხილია ტელეფონი. ამ საქმეზე ზეჩული შვილი დაიძინე შვილო დაიძინე. ეგენი ხო ხალხი არ არიან. რამდენი ხანია გოგიტას მესიჯი მივწერე და შენც არ მომიკვდე. აი გეხლა ბალღის ღირსია. ან მიხო არის პაპობი ღირსი? ერთმანეთზე უარესები. ფეხებზე არა კიდიათ? მია გვიმშობიარებ თუ არა? კერკი. ეთონა. რა ხდება? აბა, გაშთა ბალღი? ბაკურა ხო არ დაარქი, თქვენ შემეწაღნებო თქვენ. სად არის ბალღი, გოგო? ისა მე ვიფიქრე რომ გოგიტას აღარ მოყვარ ვარ მეთქი და მე დედამაც იფიქრა რომ მიხოდა უნდა გამოგცადეთ. კაცო და სამაგირო დინგი ეხლა გავიგეთ რომ გიყვარვართ. რას გაჩვდით რა არ გიყვარვართ? კი ორივესა. მეცაო? შენ ახლა წესიერად იყავი და გონოდებიანიკა. საახში არ მოხვიდე იცოდე, გოგიტა. ჯერჯერობითა, მოვდივარ, გოგიტა, მიხო. ბოს ტვირთი ადგილზეა ჩვენ თალყური ვადევნეთ თითქმის უდარ რა კარგოთ მიხო და მარო აკეთ ხო არაფერია შენ რა დღეში იყავი წუხე სასტუმროში მენეჯერმა დამირეკა დღეს ეხლა მე გამოგეკიდა რა ჩაკ ნორისი შეხვდა ჩაკ ნორისი არა დისკო ემოცეკო აგე დაღმა მიკვინ საქმეს მოილევე და დაბრუნდებიან გვიანა მიხოს ელაპარაკე თუ გოგიტას გოგიასა აბა ეხლა დეტალურად გვიამდე რა ხდება